გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა სუსის ყოფილი უფროსი მის პირველ სასამართლოს ხდომას არ დაესწრო. მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად არ შეივსო 40 კაციანის ხდომათა დარბაზის პროცესს უმეტესად მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ ხდომა დახურა. 2020-24 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემია დანამატებში 619 მილიონი, რესტორნებში 3 მილიონზე მეტი. სუსმა კი პრემია დანამატებში 115 მილიონი და რესტორნებში 2 მილიონი ლარი დახარჯა. ნაცემიდან ნაწამები ხალხის ბიუჯეტს გომელაურ ლილუაშვილი ასე განკარგავდნენ, წერს სალომე სიმონია და აუდიტის ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. კობახიძის განცხადების შემდეგ სუსმა სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო. სურსათის ფასებთან დაკავშირებით დღეს კობახიძემ საგანგებო ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ქართული სუპერმარკეტის ფასები ევროპისას შეადარა. მისი მოთხოვნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც შეექმნება. სრულიად განიკვეთოს სამონაზვნო დასიდან და დაყვანილ იქნას ეირის კაცობამდე მარნეულისა და ჰუჯაბის საეპარქიო სასამართლო მონაზონი თექლა კუბლაშვილი დამნაშავედ ცნო. ის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის სავარაუდო მოწამვლის მცდელობის საქმეში ფიგურირებდა. განჩინებაში ნათქვამია, რომ მონაზონმა მღვდელმთავრის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში მონაწილეობა აღიარა.